საინტერესო პროცესები მიმდინარეობს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. მე მაინც ორიოდე სიტყვით მიმოვიხილავ წინაპირობებს. კერძოდ როგორც ჩვევია ხოლმე რუსულ სახელმწიფოს ხისტად მოუხეშავა და უპატივცემულოდ დააკავა ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი და მისი შვილი, თუმცა შემდეგ მეორე დღეს გამოუშვეს ისინი სასამართლო დარბაზიდან და თითქოს ლაპარაკია რომ რაღაც მკვლელობა, ადრინდელ მკვლელობას ედავებოდნენ აი ამ დიასპორის წარმომადგენლებს, მაგრამ ამან გამოიწვია საკმაოდ ხისტი რეაქცია ბაქოსი, კერძოდ ილჰამ ალიევის, რომელიც ისედაც განაწყენებული იყო მოსკოვზე ამ თვითმფრინავის ცნობილი ინციდენტის გამო და დაძაბული იყო ურთიერთობა ბაქოსა და მოსკოვს შორის. აზერბაიჯანში გააუქმეს რუსული კულტურის წარმომადგენლების ღონისძიებები, რომ არ შეესაბამებო რაღაც გემოვნებას და ინტერესებს აზერბაიჯანის მოსახლეობისო, მის დღეს გადაწყვეტილება გაახმოვანეს უფრო ზუსტად, რომ რუსული სკოლები სრულად ჩანაცვლდება აზერბაიჯანულენოვანი სკოლები, თუმცა მე მეკუშ აქამდე რატო არ ჩაანაცვლეს და აქამდე რატო იყო ამდენი რუსული სკოლა და რატო სწავლობდნენ რუსულ ენაზე და ისიც საინტერესო აზერბაიჯანულ ენაზე არის თუ არა ხო შესაბამისი ლიტერატურის უმაღლესი ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ ჩვენ ენასთანაც ჩვენს გვაქვს ეს პრობლემა, ჩვენ ენაზე ითარგმნება თუ არა სრულფასოვნად აი ეს სამეცნიერო სასწავლო ლიტერატურა